ყოველწლიურად 15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი გამოაქვთ, რომლის მთხვევაც ნებისმიერ მომლოცველს შეუძლია. ვლაქერნობა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადებას ნიშნავს. დღესასწაული მეხუთე საუკუნეში დაწესდა, მას შემდეგ რაც კვართი ნაზარეთიდან ღვთისმშობლის ქალაქიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდის საქართველოში დავანების ისტორიას. მათ შორის არსებობს ერთი საინტერესო ვარაუდი, რომლის ავტორი კალისტრატე სამუშია გახლავთ. სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მკვლევარი. ამ ვარაუდის მიხედვით კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდეები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა. როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ, იგივე ნიკიფორე ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში. სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ერთადერთი ტაძარია, რომელიც ლევან მეორე დადიანმა აღაშენა თავისი ცოცხლეშივე. დანარჩენ ტაძრებს სამეგრელოში, უდიჩის სამთავროში ის აღადგენდა დანგრეულს. კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში იქნა პირველად დაბრძანებული ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, რამე თუ როდესაც ნიკიფორე ჩოლოყაშვილი ირბახი ოდიშის სამთავროში მობრძანდება უკვე როგორც იერუსალიმის ჯვრის მამა არქიმანდრიტი ნიკიფორე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობაც ასევე იხსენიებს ჯვრის მამა ნიკიფორე. თან ჩამოტანილ სამოსელს ის ამ ტაძარში აბრძანებს და შესაბამისად წყაროები უთითებენ კორცხელელი ეპისკოპოსი ნიკიფორე, ამ ეპისკოპოსის სტატუსით გვევლინება. კორცხელის მონასტერს გარდა სულიერი დატვირთვისას სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. როგორც ვიცით, მტრის შემოსევების დროს ანთებული ჩირაღდნების საშუალებით ქართველები ერთმანეთს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობებდნენ. ამ მხრივ კორცხელის მონასტერი თავისი მდებარეობის გამო ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ყოფილა სამეგრელოში. მის დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, აი სადაც კოშკურა ნაწილია ამ ტაძრის ეზოსი, მთლიანად თელ ტერიტორიას, აფხაზეთის ტერიტორიას მოიცავს, გადასახედი აქვს და კარგ ამინდში შავი ზღვაც კი ჩანს ხოლმე იმ ტერიტორიიდან. ხოლო ჩვენს უკან მთლიანად სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მთელი დაბლობი, იმერეთის დაბლობამდე თვალსაწიერი არის ფართედ გაშლილი და ასე რომ სამხედრო შემოსევების, მტრის შემოსევების დროს ამ ტერიტორიას, ამ ამაღლებულ ადგილს ჰქონდა შერჩეულია როგორც სამხედრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი, რომ აი წინ სათანჯოს მთაზე დაანთებდნენ ცეცხლს ამ კოშკზე და პირველი კომუნიკაცია ხომ ეს იყო ტრადიციულად. მონასტერში არსებული უძველესი ფრესკები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ათეისტურ იმპერიაში ყოფნის 70 წლიანმა პერიოდმა კორცხელის ტაძარსაც თავისი კვალი დაატყო. ტაძარი მრავალი წლის მანძილზე ხან საწყობად, ხან კი თავლად გამოიყენებოდა. ალბათ ამიტომაც დღეს ფრესკებზე წმინდანებისა და აღმშენებლების ნაცვლად ადამიანთა მიერ ხელით ამოკაწრული სახელები იკითხება. რაც შეეხება ღვთისმშობლის წმინდა შესამოსელს, იგი ჩაბრძანებული იყო ვერცხლის მოოქროვილ პატარა ლუსკუმაში, რომელიც ლევან მეორე დადიანის ბრძანებით დამზადდა. რაც გულისხმობს, რომ დადიანების საკუთრება იყო და გადააადგილებდნენ იმის მიხედვით, თუ სად იცვლიდნენ რეზიდენციას. და ტრადიციისამებრ, სადაც პირველი იერარქი, სასულიერო პირი, უმაღლესი ბრძანდებოდა, შესაბამისად სიწმინდეებიც მოძრაობდა მის კვალდაკვალ. ამდენად პატიოსანი სამოსელი კორცხელიდან არის ცნობები, რომ იყო ბედის ტაძარშიც, იყო ჭყონდიდშიც, იყო დადიანების ვლაქერნის კარის ეკლესიაში და ბოლოს არის ხობის მონასტერში. 1923 წლიდან დღემდე ღვთისმშობლის სამოსელის სამანეთ ზუგდიდი იხსენიება. ჯერ კიდევ ეგზარხოსობის პერიოდში, როდესაც დაიწყეს მასიურად ქართული ეკლესიიდან სიწმინდეების და საგანძურის გადატანა ვითომ მეფის რუსეთის სახაზინოდ, ქართველი მამულიშვილები ათასნაირ ხერხს მიმართავდნენ, რომ დაცული ყოფილიყო. ერთ-ერთი ხერხი და გონიერება დადიანისა, ეს უკანასკნელი მთავრების სახლი გახლავთ, დავით დადიანისა გახლდათ ის, რომ ის თავის სასახლეში აარსებს მუზეუმს და უკვე ამ საეკლესიო სიწმინდეებს და საეკლესიო საგანძურს მუზეუმის სტატუსს ანიჭებს და ამ გზით ის საქართველოს თავის სასახლეში გახსნილ მუზეუმში ათავსებს. ამ დროიდან ის არის როგორც მუზეუმის ექსპონატი. დღეს ამ სიწმინდეს ვიდრე სახელმწიფო და ეკლესია არ იქნება ისეთი შეთანხმებითი სამართლებრივი დოკუმენტით აღჭურვილი, რომ ორივეს თანაბარ შეიძლება დაცვა, დღეს მას როგორც საერო კუთვნილება მუზეუმის ექსპონატისა აქვს და სასულიერო როგორც სიწმინდისა. ასე რომ მე ვიმედოვნებ პირადად იქნება ისეთი სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის გარდა იმისა, რომ არის კონსტიტუციური შეთანხმება
ვეთანხმება, რომ ეს იქნება თანაბარი პასუხისმგებლობით დაცული. ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარში ვლაქერნობა 1990 წლიდან აღინიშნება. 2007 წელს 15 ივლისის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა. რადგანაც ის პატრიარქის მიერ გამოცხადებულ არის საერთო სახალხო დღესასწაულად, დღესასწაული იკრებს თანდათან ძალებს და სულ უფრო იგრძნობა ერის ჩართულობა ამ ზეიმზე. მართლაც მსოფლიოს ეს უდიდესი სიწმინდე საჭიროებს მეტ ყურადღებას, მეტ სიწმინდეს, მეტ სულიერებას, მეტ განათლებულობას ჩვენს ერში. წელს დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის სამოსელის გამობრძანებით დაიწყო. იბერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე, სადაც საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე მაღავლინა ფეხით მსვლელობა მოეწყო. წირვას საქართველოს წმინდა სინოდის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი ესწრებოდა. მე მინდა თვითონ თქვენთაგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ჩვენს მეგობარს კვიპროსის ეკლესიიდან ის ყოველდღიურობას ნეაპოლის ეპისკოპოს პორფირის, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა, რათა ჩვენთან ერთად გაეზიარებინა ეს სიხარული. სასულიერო პირებს, რელს, რომლებიც სხვადასხვა ეკლესიებიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. მე მინდა მივესალმო, დაავლოცო ჩვენი სულიერი შვილები, ძმები და დები, რომლებიც აფხაზეთიდან არიან ჩამოსულები, რომლებიც ყოველთვის 15 ივლისს მიუხედავად იმისა, რომ მათ მცირეოდენი მანძილი ვაშორებს ჩვენ, ისინი თვლიან თავის მოვალეთ, რომ ამ დღეს ერთად შევიკრიბოთ ყველანი, ქართველები, აფხაზები, ბერძნები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები და დედა ღვთისმშობლის წინაშე წავდგეთ ჩვენც ისე, როგორც ეს ღვთისმშობლის შვილებს ეკადრებათ. ის ლოცვა, რომელიც ამ ტაძარში აღევლინება და დედა ღვთისმშობლის ამ დიდი სიწმინდის მიმართ თითოეული ჩვენთაგანი წარმოთქვამ, ჩვენ მალე მშვიდობიანად დავბრუნდებით აფხაზეთში. ჩვენ შეგვეძლება მოვილოცოთ ილორის, მოხვის, რანდის, ბიჭვინთის, ახალი ათონის ეკლესია მონასტრები და ერთად დავდგეთ ღვთის წინაშე და ერთად აღვავლინოთ წირვა ლოცვა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, მისი მშვიდობისათვის, მისი კეთილდღეობისა და მისი ჩვენი ერთმანეთთან თანაცხოვრებისა. კიდევ ერთხელ ნება მიბაძეთ თვითონ თქვენთაგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს მეოხი თქვენი და ყოველივე მართლმადიდებელი ქრისტიანებისა. ყველა წმინდა ღვთისმშობელო შეგვეციენ და გვაცხოვდნენ ჩვენ. ამინ. ერთის მხრივ ეს არის ვლაქერნობის დღესასწაული, მეორეს მხრივ ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აძლიერებს სიწმინდეების მობრძანება მუზეუმიდან. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, ეს არის სხვა ჩვენი წმინდა რელიკვიები, რომლებიც ჩვენი ბედის უკუღმართობის გამო თავის დროზე მუზეუმებში აღმოჩნდა, არა მარტო აქ, არამედ საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში და დადგა დრო, როდესაც ადამიანებს საშუალება ეძლევა თავის მაცოცხლებელ, მასულდგმულებელ წმინდანების ნაწილებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყველა ჩვენთაგანის დედის ამ უწმინდეს შესამოსელს ემთხვიოს და სულიერი ენერგიებით აღივსოს და ცოტა გამოფხიზლდეს ამ ყოველდღიური ცხოვრებისაგან. მიულოცავ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საერთოდ აიმხელა სიწმინდე საქართველოში ინახება, კერძოდ ზუგდიდში, აქ ჩვენთვის ყველა ქრისტიანისათვის, არა მარტო ჩვენთვის და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიმიღო. სრულიად საქართველოს სამეგრელოს მოსახლეობას ულოცავ ამ მშვენიერ დღესასწაულს და ვისურვებდი, რომ ღვთისმშობელი ყოველთვის მფარველი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსი. ულოცავ ვლაქერნობის დღესასწაულს სრულიად საქართველოს. ჩვენ ვითხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან შენდობას და მას ვწირებთ ამ მცირედ საჩუქარს. ეს გახლავთ
მაქმანებით შესრულებული ოქროსფერი ძაფებით, მასში ჩართული არის მარგალიტები და აი ამ მცირედ საჩუქარს ვუძღვნით. ზუგდიდში ლაქერნობის დღესასწაულს მიეძღვნა სამეცნიერო თეორიული კონფერენცია, რომელიც 14 ივლისს გაიმართა. მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ქალაქში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ასეთი დიდი კონფერენცია სამეცნიერო, რომელიც ჩვენს ქალაქში ტარდება. როლის ყოველისა მინდა მივესალმო და დავლოცო ის ადამიანები, პიროვნებები, ბატონები და ქალბატონები, რომლებიც ჩაამზადდნენ ჩვენთან და ძალზედ საინტერესო მოხსენებები მოამზადეს. მე მინდა თვითონ ჩვენთანაც უსურვო დღევანდელ კონფერენციის მონაწილეებს, მოხსენებლებს, დამსწრე საზოგადოებას, წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფარველობა, რა ვიცი, საქართველოს არის წილკვეთრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, იგი გვიცავს, გვიფარავს და შევთხოვ დედა ღვთისმშობელს, რათა დაგიცვათ, დაგიფაროთ თქვენ და სულიად საქართველო ამენი. უპირველეს ყოვლისა, ყველას ულოცავ ლაქერნობის წყინვალე დღესასწაულის დადგომას. კონფერენციაც მიეძღვნა ამ დღესასწაულს საგანგებოდ თბილისიდან ჩამოვზარდნენ კვაწმოსილი მეცნიერები საინტერესო მოხსენებებით. ეს სამეცნიერო კონფერენცია იქნება ტრადიციული ყოველწლიურად ლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული და მე მადლობას მოხდი ზუგდიდისა სააშის ეპარქიას, მის მთავარს, რომლის ინიციატივითაც მოეწყო სეიმი საზოგადოებას ზუგდიდელს, ზუგდიდის შოთა მესხია სახელობის უნივერსიტეტს, ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელთა თანადგომითაც იქნა მოწყობილი სამეცნიერო კონფერენცია. ავოცილები და დახარებულებებს ამდებოდეთ ისურვებ წარმატებებს ყველას. თბილისიდან კონფერენციისათვის საგანგებოდ მიწვეული სტუმრები საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. კონფერენციის ძირითადი თემა გახლდათ ლევან დადიანის მოღვაწეობა და ზუგდიდის უდიდესი სიწმინდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესამოსელი. მთავარი აქცენტები გაკეთდა ღვთისმშობლის სიმბოლიკაზე, როგორც გითხარით, სამეგრელოში, მთლიანად საქართველოში, ცალკეულ საისტორიო ნაშრომებში. საინტერესო ნაშრომები იქნა წარმოდგენილი მე-17 საუკუნის ოდიშის სამთავროს შესახებ, ოდიშის სამთავროს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ. საერთოდ ქართული სამთავროების ევროპული კურსის შესახებ ძალიან საინტერესო ნაშრომები იქნა წაკითხული. მე აქ წარმოვადგინე თემა არქანჯელო ლამბერტის იტალიელი მისიონერის თხზულების წმინდა კოლხეთის შესახებ. ეს არის ძალიან საინტერესო თხზულება, რომელიც არქანჯელო ლამბერტიმ საქართველოში 18 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ იტალიაში დაბრუნებულმა თავისუფლებრივ ქალაქ ნეაპოლში გამოსცა 1657 წელს და ეს არის მას შემდეგ ეს არ გამოცემულა არასდროს. ეს არის ძალიან საინტერესო თხზულება, რომელიც წარმოადგენს ახლა ძალიან დიდ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას. სულ რამდენიმე ცალი ეგზემპლარი ინახება იტალიის ბიბლიოთეკებში და თავის დროზე 80-იან წლებში თარგმნა კაცგანსვენებელმა მეცნიერმა ბეჟან გიორგაძემ. მაშინ ეს თარგმანი დაიკარგა, მისი გამოცემა არ მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით ამ თარგმანის ნაკრული სახით აღმოჩენა შევძელით და მისი ნაწილი გამოქვეყნებული გვაქვს და ჩვენი იტალიელი მეგობრის პროფესორ სტეფანო ალუეს დახმარებით ამ თხზულების სრული ელექტრონული ვერსია უკვე ხელგაგვაჩნია და მუშაობთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ დაკარგული ნაწილები და სრული თარგმანი ამ თხზულების შემდეგ გამოვცეთ ქართულად და ქართულ მკითხველს და ისტორიკოსთა საზოგადოებას საშუალება მიეცეს მისი სრულად გაცნობის და სამეცნიერო სფეროში სრული მიმოქცევის. საქართველოს მსოფლიო საქრისტიანოში ერთ-ერთი ის ძვირფასი ვიტყოდი ქვეყანა, რომელიც უამრავ სიწმინდეს ინახავს, მაგრამ პირველი გახლავთ მსოფლიო საქრისტიანო საქართველო
იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე, სამი ყველაზე დიდი სიწმინდე არის დავანებული ჩვენთან. ეს საყოველთაოდ აღიარებული ბუნებრივია უფლის კვართი მცხეთაში, იქვე ელია წინასწარმეტყველის და სიმბოლურია ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ეს ორი დიდი სიწმინდეა და დასავლეთ საქართველოში კი ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი, რომელიც ვლაქერნობის დღესასწაულით არის ცნობილი და ეს მორწმუნე მრევლმა, რომ არაფერი ვთქვათ სამეცნიერო წრეებზე, ძალიან კარგად იცის, რომ ეს რეგიონი არსებობდა ისტორიულად ბიზანტიის იმპერიაში, სადაც ეს პერანგი იყო დავანებული. ამის შემდეგ უამრავი ხალხური ზეპირი გადმოცემები არსებობს იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა საქართველოში აი ეს მე გულისხმობ სამეგრელოში ეს უდიდესი სიწმინდე. დღესაც მეცნიერთა მსოფლიო მასშტაბით კვლევის ობიექტი გახლავთ საერთოდ ეს სიწმინდე და მათ შორის მისი საქართველოში ყოფნა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ ქართველებს გვეამაყება ამ სამი დიდი სიწმინდის ჩვენთან არსებობა და განსაკუთრებით კი ღვთისმშობლის პერანგის. რამე თუ ღვთისმშობელისთვის გახლავთ წილხვედრი ქვეყანა საქართველო. მოგეხსენებათ, რომ ქართულ მცოდნეობაში არსებობს ძალიან დიდი ხარვეზები, არსებობს დიდი თეთრი ლაქები, რომელიც ითხოვს შემდგომ კვლევას. და ამდენად ყოველი ასეთი სამეცნიერო თავყრილობა ეს იქნება წინაპირობა იმისი, რომ ეს დარგი განვავითაროთ, კიდევ მეტად გავავრცელოთ, რადგანაც აქ მოწვეული არიან სასულიერო პირები და ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარად სიმბოლურიც არის, რომ სწორედ აი სასულიერო წრიდან წამოვიდა ეს იდეა, რომ ესე იგი თავი მოეყარა განსაკუთრებული დღისადმი, რომელიც ღვთისმშობლის კვართს მიეძღვნა, თავი მოეყარა სხვადასხვა დარგის მეცნიერებისათვის და გაეზიარებინათ ის ცოდნა, ის გამოკვლევები, ის სიახლეები, რომელიც ქართულ მეცნიერებაში დაგროვდა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დღეიდან ეს უკვე ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელიწადს გაიმართება მეცნიერ მკვლევართა შეხვედრები ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხები მხოლოდ ღვთისმშობლის პერანგის ირგვლივ კვლევებს შეეხება. არამედ თანამედროვე საეკლესიო პრობლემებს, მათ შორის საქართველოს შესახებაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძირძველი ქართული კულტურის კერა, რომელსაც ძალიან სერიოზულად ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ ელინისტურ ხანაში, ფაზისის აკადემია ცნობილი გაყუდათ, შემდგომ უკვე ადრე და შუა საუკუნეების პერიოდში, ლევან მეორე დადიანის დროს და დღეს აი ამ დიდებული ეპარქიის ხელმძღვანელის მეუფე გერასიმეს თაოსნობით ისევ დაიწყო დიდი კულტურულ სამეცნიერო აღორძინება და ის ქართულ ტრადიციულ ბრწყინვალე დღეს უკავშირდება ვლაქერნობას. სამომავლოდ იგეგმება მუდმივ მოქმედი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ლევან მეორე დადიანი და მისი ეპოქის საქართველო ქართველთა გზა ევროპისაკენ დაფუძნება, რომელიც ყოველ წელს ჩატარდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს.